იტალიელ სტუდენტთა მიერ გამართული აქცია არეულობაში გადაიზარდა მომიტინგეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეტაკება მოხდა. ათასობით ახალგაზრდამ სამთავრობო რეფორმა გააპროცესა, რომელიც უმაღლესი სასწავლებლებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შემცირებას გულისხმობს. იტალიის დედაქალაქ რომში ათასობით სტუდენტმა საპროტესტო აქცია გამართა. მომიტინგეებმა მთავრობის მიერ მიღებული ახალი კანონი გააპროტესტეს. პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით ქალაქის ცენტრალური ქუჩები გადაკეტა. სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გასულ კვირასაც გამართეს, რომელიც მოგვიანებით არეულობაში გადაიზარდა. ახალგაზრდებმა მანქანები დაწვეს და მაღაზიების მინები ჩაამსხვრიეს. მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებაც მოხდა, რომლის დროსაც ათეულობით ადამიანი დაშავდა. ჩვენ განათლების მინისტრის მარია სტელეჯელმინის წინააღმდეგ გამოვდივართ. 14 დეკემბრის შემდეგ ჩვენ უკან არ დაგვიხევია, მაგრამ ძალადობას არ ვაპირებთ. აქ ჩვენი იდეების დასაცავად მოვედით. მთავრობის მიერ მიღებული კანონი განათლების სისტემაში შეეხება, რომლის თანახმად იტალიის უმაღლეს სასწავლებლებს დაფინანსება შეუმცირდება. სენატი დღეს ცვლილებების საბოლოო დამტკიცებას გეგმავს. განათლების რეფორმის მომხრეები განმარტავენ, რომ იტალიის საგანმანათლებლო სისტემა საკმაოდ მოძველდა და მას რადიკალური ცვლილებები ესაჭიროება. თუმცა სტუდენტები მიიჩნევენ, რომ რეფორმის შედეგად უნივერსიტეტებს დაფინანსება არ უნდა შეუმცირდეს. Ვიტყოთ, რომ მთავრობამ ყური დაგვიგდოს, მაგრამ როგორც ჩანს, მთავრობაში ყრუ ადამიანები მუშაობენ. ჩვენს მოსმენას პროტესტის სხვა ფორმით ვაიძულებთ. იტალიას დიდი საგარეო დავალიანება აქვს, ამიტომ ხარჯების შემცირება მთავრობისთვის გარდაუვალია. ოფიციალური მონაცემებით იტალიელი ახალგაზრდების დაახლოებით 25% უმუშევარია, ხოლო სამხრეთ რეგიონებში, სადაც სიღარიბის დონე უფრო მაღალია, ბევრად მეტი ადამიანია დაუსაქმებელი.